შედეგი ცოტა საში გამოკიდებულ ციფრებს აკავთ. პერკისის სიგნით ეხება ტრაგიკული განათლებული კაცი. იქაც იყო ამაზე საუბარი. ციფრების მანიპულირება ჩადება, ციფრების არასდროს ახლა ეს შეგამართებით გამოსვლიდან ასწავლიკაცია. მე ცოტა იმად უყურებ სკეპტიკულად აი ამ ციფრებს ამდენი. არ არის ეს ამდენი კაცია დასაქმებული. სტატისტიკაზე არა საუბარი არის რეალურად დასაქმებულ ადამიანებზე, საუბარი არის რეალურად აშენებულ ძეგლებზე, რეალურად გარემონტებულ სკოლებზე, რეალურად აშენებულ სახლებზე და რეალურად დასაქმებულ ადამიანებზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ შედარება ძალიან მარტივია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრს თქვენ კოლეგას მაშინაც როდესაც ამ თემებზე საუბრობდით, ხონდა კითხვები, რომ მართლა ასეა, მართლა ამდენი ადამიანი დასახლდა და ვთქვათ, ხონდათ ამ საკითხზე სკეპტიციზმი, ისე როგორც თქვენ გაქვთ, შეიძლება დღესთან ხონდათ მაშინ. კი ბატონო, ახლა ეს თქვენი ნება სკეპტიკულად იყოს განწყობილი, მაგრამ ძალიან ადვილი იქნება შედარება ამ სიტუაციის, როდესაც ადამიანები დაკარგავენ ამ სამუშაო ადგილს და სამუშაოს იქნებიან უმუშევარი. თქვენ შეგიძლიათ გამოკითხოთ ისინი, შეადაროთ ერთმანეთს როგორ მუშაობდნენ 1 წლის ან 9 წლის, თუნდაც ან 8 აგვისტომდე და ვთქვათ, გასაკეთებენ დღეს. ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესაძლებელია ერთმანეთთან. გუსტავ გეუბნებით, თუკი ყველაფერი მურაბას თელევიზია აიყო და ეკონომიკაში ყველაფერი კარგად იყო, ნუ კარგი ვაპატიოთ ეს პოლიტიკური გადახრები ამ ადამიანს. რატო გახვედით ოპოზიციაში? ეს იყო ფუნდამენტალური პრობლემა, სწორედ მართლობის აი ამას გადავარქვა, მე ხშირად ვახსენებ ხოლმე დემონსტრირება რაღაცა ლევის მანიის, არა ქართული, ეს არის მონღოლური, რუსების და გადმოღებულად შეკა. ლევის მანია ხუთი წელი დომინირებდა, ახლა მაბატეებს თქვენ არ გეცალათ, ალბათ მაშინ გეყურებინათ მედია სივრცის, აი 2007 წლის ზაფხულში, ისე კარგად მახსოვს. აგვისტოს პირველი რიცხვები იყო ივლისის ბოლო, ჩამოყაშურის 56-52 სოხუმის გასულიანი სახლიდან ხალხი რომ გამოყავდა. რა იყო? აი ეს ლევის მანია. რა იყო ეს იმაზე გადასასწრა ხიზეროდა და ლეწავდნენ ტრაქტორები, მაგრამ საკუთრებას უნგრევდნენ ხალხს. ეს ეკონომიკა იყო უკაცრავად, რა დედაცხენ მაშინ სხვანაირად ვეში. არა, ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება ჯერ საერთოდ არ იყო. გადაწყვეტილებას ეკონომიკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. არც თავგადასავლის სახლიდან ხალხის გამოსახლებაზე და იმ სახლის დაანგრევას და არც მით უმეტეს რაც შეეხება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, კიდევ ერთხელ მეორებ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ის, რომელიც შედეგს მოიტანს, რომელიც მოიტანს დამატებით დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და რომელიც მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, უფრო მეტ შემოსავალს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს შედეგი ჩვენ გვქონდა, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით და მათ შორის ჩვენი საკუთარი ხალხის, ჩვენი საკუთარი მოსახლეობის შეფასებით საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური რეფორმები, რომელმაც მოიტანა შედეგები და მე ვამაყობ ამ შედეგებით პირდაპირ მინდა თქვა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას ეკონომიკის, დღევანდელი კრიზისი განპირობებულია 3 მიზეზით. პირველ რიგში არის სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მათ შორის საქართველოს ახსენს გავლენას, ბუნებრივია, მაგრამ ეს მაინც ყველაზე უმნიშვნელოა ვთქვათ საქართველოს პრობლემებს შორის, რაც მართალი მართალია. ამის გარდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა შარშან წლის ბოლოს არჩევნების წინ 7 ნოემბრის შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხარჯებზე, საკმაოდ ინფლაციური ხარჯები იყო, რამაც ფასების სერიოზული ზრდა გამოიწვია და შეანელა ეკონომიკის ზრდა, მაგრამ ამ ორ ფაქტორსაც ჩვენ შეიძლება სირთულეებით, მაგრამ მაინც გადავიტანდით და გვექნებოდა შედარებით სოლიდური ეკონომიკური ზრდა, არა ისეთი როგორც ჩარჩან 13%-იანი, მაგრამ სადღაც დაახლოებით 4-5%-იანი ზრდა ალბათ მაინც გვექნებოდა, მაგრამ ომმა პრაქტიკულად დაასამარა ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივები. ჩვენ წლის პირველ ნახევარში თითქმის $1 მილიარდი უცხოური ინვესტიციები ჰქონდა მიღებული და წლის მეორე ნახევარში თითქმის 0. ამდენად მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია ომის შემდეგ და მას ყველაფერში ხედავთ, როგორც ლარის კურსის ვარდნაში, ისე ნაკლებ შემოსავლებში ბიუჯეტში, ისე ნაკლებ დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებში და ყველა იმ პრობლემაში, რომელიც კიდევ და კიდევ გაღრმავდება. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა გვესმოდეს რა პრობლემებია ჩვენს თვის წესრიგში, რამ შექმნა ეს პრობლემები, ზუსტი დიალოგი, ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ და მოვუძებნოთ გამოსავალი.
მე მახსოვს თუ მე მეხსიერებ არ ვღალატავ ეს იყო 2002 წელი ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდით მაშინ იყავით გონე ფილმის ეს არის 2-3 წელი იქნებოდა თუ სამი წელი იყო ენერგეტიკაზე საუბრობდით ხალხს განეცო ეკონომიკის შედეგების გამამყოფი ეხლა ვერ ამიხსნია ენერგეტიკაზე თუ ისე ზუსტად ენერგეტიკაზე მინდა კითხო აი აზერბაიჯანმა ეს გასტურბინები იყიდა 40 წლიანი იყიდა მეთქე აშენა 40 წლიანი კრედიტი აიღო იაპონელებისგან და 0.02% იყო მონეტარული გადასახადი ჩვენ ამთავრობამ რატომღაც საასფალტებით იარდა აი ეს გასტურბინები დავიდა 260 მილიონი დავიდა თორასტები შეშეულიო ბიუჯეტი და მაგრამ ძეებს არ ამუშავებულა არ იყო ეს არასდროს აი ეკონომიკის დაავადებით ენერგეტიკაში აბსოლუტურად სწორი გზა იყო პირველ რიგში ენერგეტიკის სექტორის პრივატიზაცია და კერძო საკუთრებაში გადაყვანა და კერძო აგენტებს შორის ურთიერთობა. მეორე გაზტურბინა ჩვენ ბიუჯეტთან არ აგვიშენებია, ეს ასევე კერძო პროექტით აშენდა და შესაბამისად ჩვენ ბიუჯეტიდან აი ამ პროექტებს თეთრიც არ დაგვიხარჯია საერთოდ ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო. აზერბაიჯანს თავისი ეკონომიკური სისტემა აქვს, ჩვენი ეკონომიკური სისტემა გვაქვს, შესაბამისად ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში სწორედ ეს გადაწყვეტილებები იყო სწორი. ახლა შეეხება საერთოდ ენერგეტიკის მდგომარეობას, აი ჩვენი ინტერვიუ 2003 წელი იყო, ესე იგი, ახლა ენერგეტიკაზე საუბრობდით, შევადაროთ ის პერიოდი და აი თუნდაც დღევანდელი დღესთან მაშინ როდესაც საუბრობდით საფხუშიც კი ელექტროენერგიის მომარაგება თბილის გარეთ პრობლემა იყო, ასევე მძიმე ვითარება იყო 2004-2005 წლებში და 2006 წლიდან 2005 წლის ბოლოდან უკვე უფრო სწორად ეს პრობლემები საერთოდ საქართველოს არ აქვს და მე მგონი საკმაოდ მყარი მდგრადი საფუძველი შევქმნით ჩვენ იმისთვის რომ ეს პრობლემები საქართველოს დღის წესრიგში ხელახლა აღარ მოუბრუნდეს არასდროს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვამაყობ ამ შედეგებს. ეს ვამაყობ ბევრი არაფერი არ არის მენეჯმენტში იყო და ახლა მაშინ ფულის ამოღება არსებობდა და არის ამოღება და უფრო ნაკეთს მოვიხმართ ახლა ვიდრე მაშინ გაწარმოებთ. ხო ფაქტია ეს. ელემენტარული მასალა ნაბიჯების გადადგმა იყო სავალდებულო. ელემენტარული თუ იყო ახლა ვინმე სხვა. სადღაც ექცა ვერ სხვა ფერი ხარობა ფინანსამინისტრი იყავით. მოგეთხოვათ კოლეგებისგან მოდით გავაკეთოთ ის მარტო უწყვეტობა ელექტროენერგიის მენეჯმენტური პრობლემა იყო და მარტო 20 შეიძლებოდა ნებისმიერ შემთხვევაში იგივე შევარნაიზოს კარგი ორგანიზებით მაგის გადრას ისეთი მაინც დაწლეული იყო მე მაინც ვფიქრობ რომ თავარი არის შედეგი ჩვენ პასუხს ვაგებთ არა ჩვენს კარგ ასე ვთქვათ განზრახვებზე არამედ შედეგზე საბოლოო ჯამში შეიძლება ვიღაცა ადამიანი არის ჩვენზე ბევრად უფრო ჭკვიანი და უფრო უკეთესად ესმის რაღაც საკითხი, მაგრამ თუ შედეგი არ ექნება, შესაბამისად მისი სამუშაოებაც შეფასება უარყოფით. გამიგეთ, აი რაღაცა ჩვენზე შემიძლია ვთქვა ახლა ვთქვათ ამ ფინანსთა მინისტრობის ან პრემიერ-მინისტრობის როდესაც საქართველოს ეკონომიკის მართვა ხო ჩემი ვთქვათ მთავარი პასუხისმგებლობა იყო რომ მე თქვა რომ იცით რა ახლა საქმე მიდის სრულად ჩემს გამო კი არა სხვა რამების გამო მიდის სრულად მაგრამ იცით რა ახლა მოდი დაპატიეთ მე მაინც უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი ახლა ამას არც არავინ არ შემარჩენდა და არც ვფიქრობ რომ ამის მორალური უფლება მქონდა და რომ ასე უნდა ელაპარაკა არც არასდროს არ ვილაპარაკია მე იმიტომაც ვგედავ მათ შორის პოლიტიკაში მოსვლას ან დაბრუნებას როგორც ხნებავთ რომ ვთქვათ ჩემი 2020-2007 წლების პერიოდი როგორც ფინანსთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის იყო საქართველოსთვის წარმატებული შედეგი იყო და შედეგი იყო საქართველოსთვის დადებითი და თუ შედეგი არ არის თუ შედეგი არ გვაქვს ან შედეგი გვაქვს უარყოფით როგორც 8 აგვისტოს ომის შედეგად მაგალითად როდესაც ჩვენ ვიღებთ 50,000 სკოლის დამატებით დაკარგულ ტერიტორიებს დანგრეულ ეკონომიკას და კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებულ საზოგადოებას ესა უარყოფითი შედეგი რომელზეც ადამიანებმა ვინცეც შედეგი ასე ვთქვათ მიიღო პასუხი უნდა აგონ ეს არის და ეს ყოველდღე ჩვენ ვერ შევადრებით ერთმანეთს ვთქვათ რომელი უფრო ჭკვიანია რომელს უფრო უკეთესი განზრახვა ჰქონდა ჩვენ უნდა შევადაროთ ერთმანეთს ვინ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა ვინ უფრო ზუსტად აღალიბებს ამ ვითარებიდან გამოსავალს
და ვინაც თავაზობს თანამდენად სანდო ეგეთ. მე ვადეცებ ხელს გაზრახობას, რომ აი გამოწვევი